მესმის ქართულზე უფრო ლამაზ თქვენ ვერ ნახავთ დედამიწის ზურგზე. ქართველი ქალი ყოველთვის იყო დაფასებული და არის დაფასებული. ქართველი ქალი სადაც წავიდა მოდელები ყოველთვის გამარჯვებულები ჩამოვიდნენ და მე ჩემს მეგობართან ერთად ვიფიქრე რომ რატომაც არა ჩვენც ხან რა ვიცი რაღაცეებში მივიღებთ მონაწილეობას ისე რომ გავაცნოთ უფრო მეტი საქართველოს და ჩვენი მოდელები იმ ადამიანებს, ვისაც ეს სჭირდება. ზოგიერთმა არც იცის აბა რა არის მოდელი, მაგრამ ვინც იცის, იმისთვისაა საინტერესო. მადლობა. თუ შეგიძლიათ რომ ორი სიტყვით მოგვიყვეთ მათემატიკოსისა და Prime Models Management-ის თანამშრომლობის შესახებ. ჩვენ ახლა მივდივართ, ვაპირებთ ამ დღეებში დუბაიში წასვლას. მე 30 წელია ამ დუბაიში ცხოვრობდა არანაკლებ მიცნობენ დუბაიში ვიდრე თქვათ საქართველოში. და ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ თქვენს ხელმძღვანელებთან აი ამ გუნდთან ერთად წავიდეთ და ვიფიქრე რომ მოდი რატომაც არა რომ ყველაზე მაგარ ჯიპ ტურებს ჩავატარებთ მეთქი დუბაიში მეთქი და გოგოებს ვარჩევთ რომ აი ვინ იცის ავტომობილის ტარება და ალბათ გადავიღებთ ამას და ნახევარი მსოფლიო ნახავს რომ ქართველი გოგოები როგორ ერთმანეთზე ჯიბრებიან ქვიშაზე და ეს ძალიან მაგარი სანახაობა დუბაიში ვინც ჩადის ყველაზე კარგი არის ჯიპტური და იქ ახლა ჩვენ უმაღლეს დონეზე ამას ჩავატარეთ ისე რომ საქართველოსაც ვასახელებ და ჩემს მეგობარსაც და ყველა თქვენ ახალგაზრდებს თქვენსა და Prime Models Management-ის სამომავლო გეგმებზეც რომ გესაუბროთ რაღაც შემოთავაზება არის მაგრამ როგორ არის იცი რაღაც შემოთავაზებები არის რომ გავერთიანდეთ წინ წავიდეთ უფრო მაგრები ვიყოთ მაგრამ ამასაც სამომავლოდ ჩვენ განვიხილავთ იმიტომ რომ წამყვანი მე პატრონე ქვია ამ გუნდის ხელმძღვანელი ჩემი იმდენად კარგი მეგობარია მე მთელი ჩემი ცხოვრება პარტნიორი არ მყოლია მაგრამ ეს ისეთი თემა თან ახლა ჩვენი ფული არავის არ ჭირდება აქ ისეთი ფული არაფერი არ არის სასწაული და სახარჯი ხო ყველა ქვეყანაში გვიცნობენ გვერდზე დაუდგებით და ხან ჩემი სახელით ხან მათი სახელით რაღაცას მაინც გავუკეთებ ამ გოგო-ბიჭებს ისეც რომ სხვა ვერ გააკეთებს თქვა შენ რომ უნდა გააკეთო 3 თვე იქ მე 3 საათში გავაკეთებ ნებისმიერ ქვეყანაში და მინდა რომ ეს ახალგაზრდები კმაყოფილები